მოგესალმებით. Ამ ვიდეოში იქნება ამოცანის პასუხები, რომელიც წინა ვიდეოში იყო მოცემული. სანამ პასუხებს მოისმენთ, შეგიძლიათ თქვენი თიფიქროთ ამოცანაზე, რომლის ნახვა შეგიძლიათ წინა ვიდეოში. ამოცანა სამ ძმაკაცზე, რომლებიც წავიდნენ სათევზაოდ. პირველმა ძმაკაცმა თევზი სამად გაყო. ერთი თევზი ზედმეტი აღმოჩნდა, რომელიც ზღვაში გადააგდო. თავისი წილი აიღო და წავიდა. მეორე ძმაკაცმა დარჩენილი თევზი ისევ სამად გაყო. აქაც ერთი თევზი ზედმეტი აღმოჩნდა, რომელიც ზღვაში გადააგდო. თავისი წილი აიღო და წავიდა. მესამე ძმაკაცმაც სამად გაყო თევზი, ერთი თევზი ზედმეტი აღმოჩნდა და წყალში გადააგდო. კითხვა: რამდენი თევზი დაიჭირეს ძმაკაცებმა თავდაპირველად? ამ კითხვაზე ბევრი პასუხი შეიძლება გაიცეს, მაგრამ მინიმალური თევზი, რაც შეიძლება დაეჭირათ, არის 25. პირველმა ძმაკაცმა 24 თევზი გაყო სამად და ზედმეტი ერთი ცალი გადააგდო. თავისი წილი 8 ცალი თევზი აიღო და წავიდა. მეორე ძმაკაცს დახვდა 16 ცალი თევზი. ამანაც გაყო 15 თევზი სამად და მე-16 თევზი გადააგდო წყალში. თავისი წილი 5 თევზი წაიღო და წავიდა. ხოლო მესამე ძმაკაცს დახვდა 10 თევზი, რომელმაც 9 ცალი თევზი გაყო სამად და მე-10 გადააგდო. ეს რიცხვი აკმაყოფილებს ამოცანის ყველა პირობას, მაგრამ ეს რიცხვი არის თევზების მინიმალური რაოდენობა, რო დაეჭირათ. თუ სხვა რაოდენობის გამოთვლა დაგჭირდებოდა, ყოველ მოცემულ რიცხვს დავამატებდით 27-ს, რომლის დამატების მერე ყველა პირობა სრულდება. ანუ 25-ს დავამატოთ 27, პირობა ამ შემთხვევაშიც სრულდება და ყოველ მომდევნო რიცხვის 27-ის დამატებითაც. ახლა კი ამოცანა 4 პატიმარზე, რომლებსაც სიკვდილი აქვთ მისჯილი. პატიმრებს 2 თეთრი და 2 შავი ქუდი დაახურეს. ამავდროულად, პატიმრები ერთმანეთის უკან დააყენეს ისე, რომ პირველი პატიმარი ხედავს მხოლოდ მეორე და მესამე პატიმრის ქუდს. მეორე პატიმარი ხედავს მხოლოდ მესამე პატიმრის ქუდს. მესამე და მეოთხე პატიმრები ვერ ხედავენ ვერც ერთის ქუდს. თუ თავიანთ ქუდის ფერს გამოიცნობენ პატიმრები, მაშინ მოსამართლე შეიწყალებს. შეკითხვა პირველი: ვინ დაასახელებს თავის ქუდის ფერს? ამ კითხვაზე პასუხი არის მეორე პატიმარი. ახლა კი ავხსნათ რატომ. მესამე და მეოთხე პატიმრები გამოირიცხნენ, რადგანაც ისინი ვერც ერთის ქუდს ვერ ხედავენ. პირველი პატიმარი ვერ ამბობს თავის ქუდის ფერს, რადგან წინ უდგას თეთრი და შავი ქუდით ადამიანები, ამიტომ არის ჩუმად. მეორე ადამიანი ხედავს მესამე ადამიანის ქუდს და უკვე იცის, რომ მათ ერთი ფერის ქუდი არ ახურიათ, რადგან პირველი პატიმარი დუმს. აქედან გამომდინარე, მეორე პატიმარი ასახელებს თავის ქუდის ფერს. შემდეგი ამოცანა 8 მონეტაზე, რომლიდანაც ერთ-ერთი მსუბუქია, გვაქვს 2 აწონვის უფლება. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მსუბუქი მონეტა? პირველი აწონვისას ავწონით 3 მონეტას. თუ ტოლი იქნება, დარჩენილი 2 მონეტიდან იქნება ერთ-ერთი მსუბუქი და მარტივად გავიგებთ მეორე აწონვაზე. ხოლო თუ რომელიმე მხარემ პირველ აწონვაზე აჩვენა ერთ-ერთი მხარე მსუბუქია, იმ მხარეს არსებულ 3 მონეტას ავიღებ და თითო მონეტას დავდებ სასწორზე. თუ თანაბარი აჩვენა, მესამე მონეტაა მსუბუქი. ოთახში ხარ, სადაც მხოლოდ 2 ფითილი და სანთებელა გაქვს. თითო ფითილის დაწვას უნდა 1 საათი. როგორ უნდა მოიქცე თუ ოთახიდან ზუსტად 45 წუთში უნდა გამოხვიდე? ფითილის გადაკეცვის შემთხვევაში არათანაბრად დაიწვება ფითილი. ერთ ფითილს ორივე მხრიდან უნდა წაუკიდო და ამ შემთხვევაში ფითილი დაიწვება 9 საათში. როცა პირველ ფითილს წაუკიდე ორივე მხრიდან, მეორე ფითილს ერთ მხარეს წაუკიდებ. პირველი ფითილი რომ მთლიანად დაიწვება, მაშინვე მეორე ფითილზე მეორე მხრიდანაც წაუკიდებ ცეცულს. ფითილის 9 უკვე ორივე მხრიდან დაიწვება 15 წუთში. ორივე ფითილი კი 45 წუთში დაიწვა. შემდეგი ამოცანა კატლეტზე, რომლის ერთი მხარე რომ შევწვათ, საჭიროა 1 წუთი. ტაფაზე კი ეტევა მხოლოდ 2 კატლეტი. რა დრო დაგჭირდება 3 კატლეტის შესაწვავად? პირველად დავდებთ 2 კატლეტს, რომლის ერთ მხარეს შევწვავთ 1 წუთში. შემდეგ 1 კატლეტს ავიღებთ და მეორე კატლეტს შემოატრიალებთ. გვერდით კი დავდებთ მესამე კატლეტს, რომელიც ჯერ შემწვარი არ არის. მეორე წუთის გასვლის შემდეგ ავიღებთ ორივე მხრიდან შემწვარ კატლეტს და მაგის ნაცვლად დავდებთ გადადებულ კატლეტს, რომელიც პირველად შევწვით ერთი მხრიდან. ამ მოქმედებით 3 კატლეტის შესაწვავად დაგჭირდა მხოლოდ 3 წუთი. ამ ვიდეოში სულ ეს იყო.
მადლობა ყურადღებისთვის და არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, რათა არ გამოგრჩეს და შეძლოს სხვა ასეთი საინტერესო ვიდეოების ნახვა.